იყო თუ არა თოფურიას ბრძოლა გაყიდული. რას ამბობენ ჯასტინ გეიჯი და დანა ვაითი ბრძოლის შემდეგ. ვინ აკრიტიკებს და ვინ უცხადებს მხარდაჭერას ილია თოფურიას. ამ და სხვა ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ეს არის ჩემი პირველი და შესაძლოა უკანასკნელი ვიდეოც მსგავსი ფორმატის, რადგან ვინც ჩემი გამომწერი ხართ და ამ არხზე არსებულ ვიდეოებს თვალსადევნებთ, იცით რომ მსგავსი შინაარსის და მსგავსი ფორმატის ვიდეოებს არ ვიღებ. თუმცა დღეს მინდოდა მეთქვა პირადად თქვენთვის ჩემი აზრით თუ რას ვფიქრობ ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უფრო მეტად გულშემატკივრის დამოკიდებულებაზე მინდა ვისაუბრო. დღეს დავიწყებ ბრძოლამდე პერიოდით. მცირე ნაწილს ჰქონდა მოსაზრება, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო თეთრი სახლის ეზოში მთავარ ორთა ბრძოლაში გათიშული ამერიკელი მებრძოლის ხილვა. თუმცა ჩვენ ილია თოფურია გვიყვარს და გულშემატკივრობთ სწორედ იმის გამო, რომ ის ყოველთვის ახერხებს გულშემატკივრის გაუცებას და ბევრისთვის წარმოუდგენელი ბრძოლების მოგებას. თუმცა სამწუხაროდ ილია თოფურია დღეს დამარცხდა და მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ყველას ეგონა. შესაბამისად, ბრძოლის შემდეგ არაერთი მოსაზრება გაჩნდა, თუმცა ყველაზე სამწუხარო რაც არის და რასაც ყველაზე აქტუალურად განიხილავს გულშემატკივარი, ეს არის გაყიდული ბრძოლა. ბევრს მიაჩნია, რომ ილია თოფურიამ ამ ბრძოლის სანაცვლოდ აიღო გარკვეული თანხა. ყველაზე დიდ ტკივილს ამით აყენებს გულშემატკივარი ახლა მებრძოლს, რომელიც იმყოფება საავადმყოფოში. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს ბრძოლა რომ გაყიდული არ იყო, მტკიცდება ერთი მარტივი მომენტით, მესამე რაუნდის შემდეგ, როდესაც ილია თოფურიას კუთხემაც და ექიმებმაც ბრძოლის შეჩერებისკენ მოუწოდეს, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ის სრულ მზადყოფნაშია. ჩაატარა მეოთხე რაუნდი და მაქსიმუმი იმ მომენტში, რაც შეეძლო, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა. შესაბამისად, ეს ბრძოლა რომ გაყიდული ყოფილიყო, როგორც ამას გულშემატკივრის ნაწილი ამბობს, პირველივე ჯერზე დათანხმდებოდა ილია თოფურია ბრძოლის შეჩერებას. ამ ბრძოლის უნარიანობის ფონზე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მტკივნეული იქნება ილიასთვის მსგავსი შინაარსის კომენტარების და შეფასებების წაკითხვა. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ასევე გულშემატკივრის დიდი ნაწილი ითხოვდა ჯასტინ გეიჯის დოპინგზე შემოწმებას, რაც კიდევ უფრო ლოგიკურია. ამას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ რამდენიც არ უნდა ვწეროთ, რა თქმა უნდა, ვერ გავიგებთ რეალურად რა მოხდა. პირველ შემთხვევაში უბრალოდ ილიას ვაყენებთ შეურაყოფას, დოპინგის შემთხვევაში ეს რომ ასე იყოს, ნამდვილად თავიდანვე იქნებოდა ეს ყველაფერი შეთანხმებული, შესაბამისად, არც დოპინგის ჩატარებას და არც შემდგომ პროტესტს ამასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველაზე კარგია მესამე ვარიანტი. ღირსეულად მივიღოთ ილიას მარცხი, მიულოცოთ გეიჯის გამარჯვება, არ მიულოცოთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალოდ ყველანაირად მხარში დაუდგეთ ილიას, გავამხნევოთ, მალე გამოჯამრთელება უსურვოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დაბრუნდება და კიდევ ერთხელ დაანახებს მსოფლიოს თუ რა შეუძლია ქართველ მებრძოლს. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. ახლა კი დაუბრუნდეთ ტრადიციულ მხარეს და გიტოვებთ ჯასტინ გეიჯის და დანა ვაითის კომენტარებს ამ ბრძოლის შემდეგ. გეიჯის ხელიც არ ჰქონდა აწეული ილია ოქტაგონიდან რომ გავიყვანეთ და პირდაპირ საავადმყოფოში წავიყვანეთ. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამწრეული. თანამდებობით ჯერ არ ვიცი, თუმცა ამას ვარაუდობ. ილია ახლა სახლში უნდა დაბრუნდეს და იმდენი დროა იყოს დასასვენებლად, რამდენიც სჭირდება. დღევანდელი საღამო მისთვის მძიმე იყო. ერთადერთი რაც მინდა რომ ჯანმრთელად იყოს. მის შემდეგ ბრძოლაზე ჯერ არც კი ვფიქრობ. მინდა სახლში დაბრუნდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს. ილიას და გეიჯის ჩხუბი საღამოს საუკეთესო ორთაბრძოლა გახდა, მაგრამ წლის საუკეთესო ჩხუბიც იყო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლაც, რომელიც საკუთარი თვალით გინახავთ. განსაკუთრებით იმით გათვალისწინებით, რომ ამხელა აუტსაიდერი გამოვიდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. მეორე რაუნდში ილიამ მეტოქეს მძიმე დარტყმები მიაყენა. გეიჯი მათ გადაურჩა. შემდეგ კი ხელის მტკივნეული ილეთიდან და მახრჩობელა ილეთიდან დაიძვრინა თავი. მოკლედ, ამ ჩხუბში ყველაფერი ნახეთ. ილია ძალიან სახიფათო მებრძოლია. ოქტაგონზე გასვლამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იდეალური ჩხუბი როგორ ჩამეტარებინა და რა სტილში მებრძოლა, რათა ასეთი მეტოქე დამემარცხებინა. მან ძლიერი ტკივილი მომაყენა. პირველი რაუნდი მოვიგე, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. მეორე რაუნდში კი ღვიძლი გამინადგურა. ჯიუ-ჯიტსუზე ბევრი ვივარჯიშე და ეს დამეხმარა ქაოსში სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ვიცოდი რომ იდეალური უნდა ყოფილიყავი და ბოლო შანსი იყო. რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. ილია იმდენად ნაზია, რომ როგორც კი სისხლი დაინახა, ძალიან შეწუხდა და გამუდმებით იმოწმებდა. თუმცა როგორც ვთქვი, ძალიან სახიფათო მებრძოლია. არ ვიცი როგორ მოვახერხე მისი დარტყმების აცილება. შემაბარბაცა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ემოციებს არ
დავყოლოდი და ჩემი უნარების რწმენა არ დამეკარგა. თოფურიას დიდი ფანი ვარ, მაგრამ აქედან საწწავა. გრძელი გზის გავლა მოუწევს, რათა მაღალ პოზიციას დაუბრუნდეს. მე არასდროს მქონია მისნაირი მენტალიტეტი. არასდროს მეგონა, რომ ჩემი დამარცხება შეუძლებელი იყო. ვიცოდი, რომ ჩემი სტილის გამო ნოკაუტში ჩავარდებოდი. არ მინდა ილიაზე რამე ცუდი ვთქვა. ის ჩემპიონი იყო, თუმცა ახლა საავადმყოფოში იმყოფება. მე კი არა, აქ ვარ. ფიქრობ, რევანში არ უნდა გაიმართოს, რადგან ვაიძულე, რომ სკამზე ყოფნისას დანებებულიყო. აქვე არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ილიას მიმართ ირონიული და დამამცირებელი საუბრები დაიწყეს არმან ცარუგიანმა, პედი პიმბლეტმა, ისლამ მახაჩევმა და სხვა რამდენიმე მებრძოლმა. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო ბრძოლის ასე განვითარების შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ თოფურიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმაც, მათ შორის კონორ მაგრეგორმა და ხამზატ ჩიმავმა. ეს კი ნამდვილად დასაფასებელი ფაქტია. აქვე დამატებითი ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ როგორც საუკეთესო ჩხუბის მონაწილეებმა ჯასტინ გეიჯიმ ბონუსის სახით $825,000 მიიღო. ილია თოფურიამ კი 400,000. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ილიას პირველი მარცხი ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. თუმცა ახლა თოფურიასთვის ახალი ეტაპი იწყება. მალე გამოჯამრთელება უსურვოთ ქართველ მებრძოლს, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება და თან უფრო ძლიერი. რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.